სახელით ამავისათა და ძისათა და წმინდისა სულისა. ამინ. ზმანოდა და წინა კვირას რა თქმა უნდა ჩვენ ვერ ვისაუბრებდით ვერ ვისაუბრებდით ახლა სხვა თემაზე გარდა პატრიარქისა. არაადეკვატური იქნებოდა სხვა თემაზე საუბარი და მე ვიფიქრე რომ აი ახლა ერთი კვირა და მეტი რომ გავიდა ვიფიქრე რომ ალბათ ჩავჯდებით ისევ იმ კალამებში და აი მარიამები დელსენება დღეს და გავაგრძელებ, მაგრამ მე მგონი დამეთანხმებით რომ დღესაც პატრიარქზე უნდა ვილაპარაკოთ და უნდა ავხსნათ ის მოვლენა, რასაც ჩვენ მოესწარით, რაც იყო თბილისში იმ დღეებში სანამ დაასაფლავებდნენ პატრიარქს. მე ეს რო ღვთისგანებო ცხადია და მე აი ესეთი დაიდო ესეთი იმდენად მსოფლიო რეზონანსი მიიღო პატრიარქის გარდაცვალება, რომ დაიდო და იმდენად გაუგნებული იყო ყველა ჩვენ ვიყავთ გაუგნებული წარმოიდგინეთ რომ დაიდო აი გამოჩენილი ადამიანები, სასულიერო პირები თუ სახელმწიფო მოღვაწეები თუ მსახიობები, ვის დასაფლავებაზე რამდენი ადამიანი იყო. და ნახეთ რა მოხდა. აი მაგალითად 2005 წელს პაპ იოანე პავლე მეორეს დასაფლავებაზე მივიდა 4 მილიონი კაცი. მაგრამ ეს არის იყო იტალიის 7% მოსახლეობის. აიტოლა ხომეინი ირანი 1999 წელს დასაფლავებაზე მივიდა 10 მილიონი კაცი. რაოდენობრივად ეს ჩემპიონები არიან. მაგრამ ეს იყო 19% ირანის. ანა დურაი, პოლიტიკოსი და ბელადი ინდოეთისა, ინდოეთი 15 მილიონი კაცი მივიდა, ოღონდ ეს ინდოეთის 2%. ინდირა განდი, ასევე ბელადი და პრემიერ-მინისტრი პოლიტიკოსი 3 მილიონი კაცი მივიდა, ეს იყო ინდოეთის 1%. პრემიერ-მინისტრი მსახიობი არგენტინის ძალიან გამოჩენილი ევა პერონი 2 მილიონი, 11% იყო არგენტინის. ხო საინტერესოა, პავლე სერბეთის პატრიარქი 1,5 მილიონი, როგორც ჩვენთან მივიდა, ოღონდ ეს იყო სერბეთის 2009 წელს გარდაიცვალა 25%. სტალინი 3 მილიონი კაცი მივიდა მოსკოვში, ეს იყო მოსახლეობის 1%. მარგარიტ ტეტჩერი გახსოვთ 30,000, მაინც ბევრი 30,000 პატარა ხო არა, 15%. პელე 200,000, 14% ბრაზილიის. ჟერარ ფილიპი 1 მილიონი, გახსოვთ ფამფანტუპანის 1% საფრანგეთის, 1 და 1. და პატრიარქი ილია მეორეზე 1,5 მილიონი ამ ჩვენ გასულ ხალხისგან 3,5 მილიონი ხალხში მოსახლეობის 40% ჩემთვის. ესე იგი, ჩვენ ვიყავთ რაღაც უდიდესი სასწაულისა, რომ შეგვიძლია ვთქვათ ახლა რა ხალხი ჩამოთვალებულა, ხა დანარჩენებზე უფრო დაბალი დასწრება იყო დეგოლი, ჩერჩილი, რუზველტი, მოსკოვის პატრიარქი ალექსი, მერი შნაიდერი, მერლინ მონრო, ჟან მანე ბელმონდო, გაცილებით ნაკლები ხალხი მივიდა. გესმით რა მოხდა საქართველოს თბილისში და უმწვერვალესი ამბავი მოხდა და ჩვენ თვალწინ მოხდა ეს ყველაფერი და მე მგონი 7 წლის ბავშვებიდან და ზემოთ ვინც გესწრებოდა ამ მოვლენებს, ალბათ 50 წელი, 60 წელი ახლა 7 წლის ბავშვები რო გაიზრდებიან 70-ის, 80-ის ხო ეს ამბავი სულ იქნება მახსოვრობაში და თუ გაგრძელდა ცხოვრება მეც იქნება და მეც ისეთი მოვლენა მოხდა ჩემო ჯგუფას. სასწაული ხდება.
სასწაულს მე დავიწყე ბიბლიაზე დაყრდნობით რა მოვლენა იყო ეს და აი მინდა ამონაწერები გავაკეთე და წაგიკითხო აქედით ღმერთს და მთელი ხალხის სიყვარულს იხვეჭდნენ მოციქულების საქმე მოციქულთა თავებს ვკითხულობ ხოლო უფალი ყოველდღე მატებდა ეკლესიას ხალხს შემდეგ ეს უკვე მეხუთე თავი სულ უფრო და უფრო ემატებოდნენ უფალს მორწმუნეები მრავალი კაცი მრავალი ქალი ბევრი ხალხი შეიკრიბა იერუსალიმის გარშემო ქალაქებიდანაც კი მოდიოდნენ საქმე მოციქულთას მეუღლე მიაღწიეთ ყურადღება რა რაოდენობის ხალხი მოდის მოციქულებთან ჩვენ ხომ ამ პატრიარქი მოციქულთა სამოციქულო ღვაწლი გასწია და ვრცელდებოდა ღვთის სიტყვა და დიდად მრავლდებოდა ხალხის რიცხვი იერუსალიმში ანუ მოციქულებთან ეკლესია ეს სხვა ამონარქია ეკლესიას მთელი იუდეაში გალილეასა და სამარიაში მშვიდობა ჰქონდა როგორც დღეს ჩვენთან და შენდებოდა ვიდო და უფლის მოშიშებით და მრავლდებოდა ფრია მე-11 თავში ნახეთ რას ვკითხულობ ბარნაბა მივიდა ანტიოქიაში და იხილა ღმერთის მადლი და გაიხარა და მრავალი ხალხი შეემატა უფალს იგივე მე-11-ში ბარნაბა და პავლე ასწავლიდნენ დიდძალ ხალხს შემდეგ მე-13 თავში ვკითხულობ რომ პისიდის ანტიოქიაში ქადაგებდა პავლე და შაბათს თელმა ქალაქმა მოიხარა თავი როგორც თბილისში ღვთის სიტყვის მოსასმენად და როცა იუდეელებმა ამდენი ხალხი დაინახეს შურით აღივსნენ და პავლეს შეურაცხყვეს მე-14 თავში ვკითხულობთ რომ ქალაქ ლუსტრაში იკონიასა და ანტიოქიაში მრავალმა ირწმუნა ქრისტე ხოლო ეფესოში ყველა განადიდებდა მთელი ქალაქი იესო ქრისტეს და ესე იგი მილეტში შეკრიბა პავლემ მორწმუნეები და უთხრა შემდეგი რომ მე ვეღარ მიხილავთო და დაემშვიდობა და დამოცამრევლი და მაშინ დიდი ტირილი იყო მათ შორის და ყველა ყელზე ეხვეოდა პავლეს და კოცინდებას როგორც ჩვენ პატრიარქს რასაც ჩვენ ნახეთ ეხლა ჩემო ძვირფასებო სამოციქულო ღვაწლის მატარებელთან ყოველთვის იყო ბევრი ხალხი ეხლა ჩვენ არ აქვს იმის საშუალება რომ საუკუნეების მანძილზე თითო დავასახელოთ კლასიკური მაგალითი ავიღოთ იოანე ოქროპილი გამიგებ როდესაც იოანე ოქროპილი მოიყვანეს კონსტანტინოპოლში ნახეთ რა ხდებოდა ოდეს მიახლა ჭეშმარიტი კაცი ღვთისა ქალაქსა მასა მეუფოსა მიახლნენ არა მარტო ოდეს ტიხაროსანი და სხვა მსახურნი ეპისკოპოსები და მღვდელი ეკლესიისანი არამედ ყოველნი დიდებულნი მთავრობანი სრულიად ქალაქი რა ხდებოდა თბილისში შემეძვირას დიდი საპატივისა მიგებება ეხლა როდესაც იოანე ოქროპილი განდევნეს, შემდეგ ხო დააბრუნეს, რატო დააბრუნეს? ხო იცით იოანე ოქროპილი უკან. რომ განდევნეს, დიდი ჭექა-კუხილი მოხდა, ძალიან დიდი ჭექა-კუხილი. და დიდი სეტყვა და ჭექა-კუხილი თვალნათლივ დაინახეს იმპერატორის და დედოფლის ევდოქსიას, ესე იგი, ვინც განდევნა, თავარი ბეჭედი ვინც დასვა რომ განედევნა იოანე ოქროპილი, მათ საწოლზე მეხიდა ეს, და ცეცხლიანი. და ნუ მე ხა იმპერატორი მიხვდა, გული გაუსხდა და სასწრაფოდ გასაბრძანება დააბრუნეს ოქროპილი და რომ დააბრუნეს, ესე აღივსოს ზღვისპირი ხალხიდან და ვერ მიუძლოს აღრიცხვა სიმრავლესა მათსა ხალხისა. რა თქმის ხდება? რამე თუ უხდა მათ მდინარედან, გახსოვთ ერთმა კამათმა ტელევიზიაში, აქეთ ყვავი მოდიოდა და აქეთ ქართველი ხალხი მდინარე. ზუსტად ნახეთ, რამე თუ უხდა მათ მდინარედან მსგავს იყო დინებანი ხალხისა.
და აღივსო ზღვაი ნავებითა და აღივსო ქვეყანა ზღვაი ხმართაგან სიხარულისა და აღივსო ჰაერცაი დიდების მეტყველებით და ღვთისათა და ამაოთა საგალობელთა. თითქოს თბილისის ამბებს ავწევ. ჩემო ძვირფასებო. ეხლა ძალიან საინტერესოა აი ეს რეზიუმე, ეს დასკვნა გავაკეთო, რა ხდებოდა ეს ხო შეუძლია როგორ შეიძლება ეს ნახეთ ამის მტკიცებაც, აი რა მოხდა ივანე ოქროპირის მაგალითზე იგივე პატრიარქზე. ამას ესე ვითარსა იქ სული, აი ეს ამბავი მოხდა იგივე თბილისში პარალელს ვაკეთებ იქ სული სურვილითა განხურვებული კაცისათვის კეთილის. ესე იგი, ძველი ქართულად ამ ყველაფერი კარგად ნათლად გვესმის. ამას სული ღვთის სულმა გააკეთავ ის და ესეც, როგორც ეთყობა აშკარად, განხურვებული კაცისათვისო. ესე იგი, პატრიარქ ოქროპის განხურვებული სურვილი ჰქონდა ქრისტიანობის ქადაგებისა და მოფენისა და ეხლა ჩავსვათ აქ პატრიარქი ზუსტად იგივე გამოდის. ჩვენ პატრიარქის განხურვებული სულის კეთილი კაცისა, სათნოებითა შემკობილისა, გამიგედა, ამის გამო ხდება. ესე სასწაული იყო ცხადი ნიშანი იმ ამბავზე და ჩვენ გადმოვიტანით ახლა და ზუსტად ჩდება. ესე იგი ეს ამბავი პატრიარქ ჩვენ ქალაქში რაც მოხდა, ეს სასწაული იყო ცხადი ნიშანი განცხადებული პირველისა მის სიყვარულის. რაც ჰქონდა იოანე ოქროპირის ხალხისა და რაც ჰქონდა პატრიარქს ხალხისა. აბა ეს როგორ შეიძლება სხვანაირად შემოძვებას. რომელი აკუნდა ქალაქსა მას სამეუფოსა წმინდისა მიმართ. გამიგე? დიდი სიყვარული აკუნდა ოქროპირისა და დიდი სიყვარული აღმოჩნდა. ნუ ისედაც ვარაუდობდი, ჰქონდა თბილის პატრიარქისა. წმინდისა მიმართ, რომელი იწვებოდა ოქრო მდინარები მოძღვრებადა, რომელი გამოდიოდეს ოქროვანის პირისა მისისა. და ნახეთ, აი, ხოკაბიისა რაღაცნაირად, აი, ჩემო ძვირფასებო, ასევე შეიძლება ჩვენ ეხლა ძალიან ყველას ვერ ვიწვდებით, წმინდა ავლიპა მესვეთის მაგალითი მინდა კიდე მოვიყვანო, თორე ძალიან ბევრი, აი, დიდი მამები გახსოვთ თქვენ. აისი დიდი, პიმენ დიდი, ევთიმე დიდი, სისოი დიდი, ანტონ დიდი, არსენ დიდი და მოკლედ 12 ესეთი დიდი ძველი, ერესვებიც. აი მაგალითად საბა გაწმენდელი, ანუ საბა დიდმა დაარსა მონასტრები უდაბნოში, სადაც გველები, შხამიანი გველები და ქვეწარმავლები და მორიელები დადიოდნენ. იქ არ შეიძლება ცხოვრება დაარსა. და საბათმიდა დაგუგლეთ თუ არ მოფიქრათ საბათმიდას მონასტერი, ამხელა მონასტერი. რამოდენიმე 1000 ადამიანი ცხოვრობს. 6 ესეთი მონასტერი დაარსა უდაბნოში. აი ამხელა ხედა მცენარე რო არ იყო ისეთ ადგილას 60 გრადუსზე რო ადიოდა სიცხე და აი ასეთ ადგილზე 1000-ობით ბერები 6 მონასტერში დაარსა საბა გაწმენდილი. გამიგეთ? ანუ ისევ ეს მაგალითი უამრავი ხალხი ესეოდა, ესე ვთქვათ, უხეში. გამიგეთ? წმინდას. და ეს ესეთი ადგილი იყო, თორე ისე ბუნებაში, საქართველოში ხარ, უდაბნოშიც იყო მონასტრები და კარგი ადგილზე ხო, ბეთანია, გალაქტოზო, ლექსია, ადგილები არ მინახავს უკეთეს სხვაგან ისეთი ბუნება ბეთანიაში, ხო? მაგრამ ეს სხვა. და ნახეთ რამდენი ხალხი მოდიოდა საბა გაწმენდის და ყველა ამ დიდ მამებთან. ახლა ავიღოთ ავლიპა მესვეტე. და ვითარცა ყოველთა შორის განითქვა მიცვალება მისი, ანუ ჩვენ პატრიარქის რო გარდაიცვალა, ავლიპა რო გარდაიცვალა, ღვთისა მიმართ ყოვლით კერძო, ყოველი შემოკლებული იქნეს გამდამეტებულებით და ხურვალებისათა და არავინ დარჩა, რომელი აღრა მოვიდა მიზეზით და თაყვანის ცემისა. ერთი არავინ თბილისი, ბავშვები ხალხო პატარა იქ, მე ღამის 20 საათზე ვიყავი პატარა, აღოა ბავშვები ხავდა დედებს ხელში და მოყავდა. აღარ 3, 4, 5 და 6 და ასე შემდეგ
შემდეგ ხმები რომ მიმთხვეოდნენ წმინდას ყოველსა და ჭეშმარიტად წმინდასა გვამსა არა მხოლოდ მამანი არამედ დედანიცა მოდიოდნენ ქალწულნიცა არცა ჭაუხდა ასაკი და ღრმათა დააკლდეს თბილისათვის რა მას და ესრე თოისა პირველსა მას სიყვარულისა გარდამეტებულებასა რამე თუ 4 დღე და 4 ღამე ნამდვილი თბილისი აღწერა 4 დღე და 4 ღამე მისზე და გარემოდგომილი იყვნენ და ძლიერად შეიტკბოდნენ და იძულებით აფრიადი დაახასრულეს წესი სამკვიდროსა გვამსამასზე და მრავალ მოღვაწისა და ჯეროვანითა შემოსრულითა საფლავს დასვეს. აი მე ხმა მხოლოდ რამოდენიმე მაგალითი მოვიყვანე ხო რომ რამოდენიმე რაღაც მარტო ოქროპირი მოციქულების ზოგადად და ავლიყა მესვეტისა ხო და აი ეს იყო რასაც ჩვენ ეხლა ვკითხულობ ჩემს ძვირას ეს იყო უწმინდესი კაცის სულიწმინდის მადლით გაკეთებული ეს ყველაფერი საქმე პატრიარქის მხრიდანაც და ერის მხრიდანაც და ამ დიდი სიყვარულის გამო აი ეს რაც ჩვენ წავიკითხეთ ზუსტად საფერწონე თბილისის ამბები ზუსტად ესეთი იყო და ესე მოხდა. მე მინდა კიდე ერთი რამ წავიკითხო და ამით დავასრულო. ღონე რომ ყოფილიყო წმინდანის ცხოვრებაში ვკითხულობ ოქროპირის. ღონე რომ ყოფილიყო ეცდებოდნენ რათა არა აუფლო სიკვდილი და შემოსვლა სიკვდილის. ზუსტად ასე არის ხო? ყველაფერს აკეთებდნენ საპატრიარქოში, ყველაფერს ვაკეთებდით ჩვენ, გვიხაროდა პატრიარქის მართალია დაუძრულებული იყო, მაგრამ გვიხაროდა რომ ცოცხალი იყო და ვხარობდი. ძმანო ჩემო და შვილო, მე მივამ საჯულისა, საშინელისა, თქვენ ყოველი მოწამე ხართ, რამე თუ მაქვს უნდა სიყვარული თქვენი. აც მეც აწავალ მამათა ჩვენთა გზასა, გევედრებით ყოველთა რათა მარადის კეთილთა შინა მახსენებელი იყვენი. აჰა, კვიდრად სახლისა ჩემისა დაგიტევენ რომელი უი აპატიეთ უშე რამე მუშო ეს ოქროპირი კი არა თამარ მეფი ჩემო ძვირფას გამიგეთ და მე გახსოვთ თქვენ მაპატიეთ თქვენ გახსოვთ რომ მე თქვი რომ ჯერ პირველ დღეს თქვი რომ აიო ეს ილია ჭავჭავაძე გალაქტიონ ტაბიძე ერეკლე მეორეს დროს თუ მომხდარა მაგრამ მე ისეთი რამ მოხდა მეორე და მესამე დღეზე რა ერეკლე სად იყო ერეკლისთან ასეთი სად იყო ილია ჭავჭავაძესთან ესეთი რამ რაშვე სად იყო გალაქტიონ ტაბიძე კი გააფცილა ოღონ ბოლოს საათებში მოვიდა ხალხი და გაწმიდა სად იყო და ერთადერთი მე თქვი ეს შეიძლება ყოფილიყო შედარება მხოლოდ თამარ მეფესთან შემოწმებას თამარ მეფესთან აი რასაც მე აღარ მომწერე მაგრამ თამარის სიტყვას ვიტყვი ამით დავამთავრებ თამარს ელოლიავებდნენ რომ არ მომკვდარიყო ძინესენი ქონდა თამარ ხო და აი პატრიარქსაც ზუსტად ესე იყო და მე როგორ მიხარია ჩემო ძვირფასებო რომ როცა პატრიარქი ჩვენ აი ამ ტაძარში გვესტუმრა რა ბედნიერება რომ პატრიარქი აი აქ იდგა უпростоად აი აქ იდგა სადაც მე ვიყავი და მე ვიდექი გვერდით და პატრიარქი ну ვილოცეთ ხო გახსოვთ დავილოცეთ მე და ძალიან ეჩქარებოდა პატრიარქს მე უბრალოდ ძალიან ხარობ ეხლა ცოტა ისე არ გამომივიდეს მაგრამ მე ჩემს სიხარულს ჩემს სიყვარულს ჩემს გრძნობებს გიზიარებ პატრიარქი როგორც მე მითხრეს მოვიდა იმიტომ რომ ну დამაჯილდოა მიტრით და თუ მეორე ჯერ აღამახსოვს და მოვიდა და იქ უთქვია თურმე რომ რაც დროს შეზღუდული ყოფილა რა თქმა უნდა ყოველთვის პატრიარქი ესე იყო და მე გამიკვირდა კიდევაც რომ მოვიდა მაგრამ უთქვია რომ მოდითო ცოტა ხანიო მივიდეთ მამა ალექსანდრეო დავაჯილდო ახალი ტაძარი აშენეო ძალიან მთხოვაო
და რომ მისულიყავით და მოკლედ მივიდეთ რა. და რომ სადღაც მიდიოდნენ და ეს დაცვა იყო, ადრე ცოტა მაშინდელი დაცვა, რაღაც ცოტა უხეშები იყვნენ და ისა რომ გამოვიდა როდის შემდეგ პატრიარქი და უნდა წასულიყო. და მე დაცვას ვეუბნები, რომ გიახოცებთ სიტყვა მათქმევნით პატრიარქთან, როგორ შეიძლება პატრიარქი გვესტორა და სიტყვა არ თქვა მეთქი. მათქმევნით სიტყვა, არა რა სიტყვა რაღაცა და რაღაც დაუჯერე ხა იმათ დაუჯერებდი და დავიწყე სიტყვა. და რომ დავიწყე ხა პატრიარქი ხო გაჩერდა რა. აი უკვე ეს მოკიდეს ხე უნდა ჩაიყვანა და დავიწყე თქვენო უწმინდესობა და უნეტარესობა. გახსოვთ ეს არის ვიდეო და დავიწყე. პატრიარქმა შემომხედა, ხა იფიქრა რომ მიდიოდა და ხმამაღლას. თქვენო უწმინდესობა. საქართველოს ისტორიაში უცნობი სიტყვა, მაგრამ ეს თქვი განსაკუთრებულად, რაც გამიხარდა, რომ საწინასწარმეტყველო აღმოჩნდა. და ესეც იყო რაც წინასწარმეტყველო ამას უნდა და მაგრამ ამას ვინ იფიქრებდა ეს რაც მოხდა. თქვენო უწმინდესობა, საქართველოს ისტორიაში სამი პიროვნება, ერთი ჩვენი მამა ქართლოსი, ჩვენ ხშირად დავდივართ ისა რა ქვია კარსანში და იქიდან გადმოვხედავთ ხოლმე ქართლის ჩვენი პირველი მამის საფლავს და ქართლოსი მეორე ვინც ყველაზე დიდად განადიდა ჩვენი ქვეყანა შოთა რუსთაველი ჩვენი ქვეყანა ასევე დიდად ბევრმა განადიდა სტალინმა და მაგრამ ახლა არ ვაკეთებ პატრიარქს რუსთაველი და მესამე პიროვნება ეს თქვენ ბრძანდებით უწმინდესო და უნეტარესო რომელიც თქვენ ხართ საქართველოს ისტორიის ოქროს გვირგვინი და მე აწყდა ტაში და გაუხარდა რა თქმა უნდა პატრიარქ ძალიან და მე დაიწყო პატრიარქი აღარსა და აღარ მიდის სახელი და ამისა და ცალ და თქვა იხსენებ ამას რა დამავიწყებს არის ეს დევს ვიდეო და თქვა მე ხო შევაქირი ხარ თვითონ შემაქვა მამა ალექსანდრო ასე ხდება დიდი ნიჭიერი კაციაო და ძალიან ჩანდაო სემინარიის სწავლების დროს ეს მისი ნიჭიო და ეხლაც გამოჩნდა ხო რატო თქვა იცი დამავიწყდა მე თქვი რომ ეს ტაძარი რა თქმა უნდა ეს ნახევრად ხუმრობა იყო ნახევრად ის იყო რომ მაგრამ ნახევრად რეალობაც იყო ამ ტაძრის აშენებას თქვენ გენოდებოდათ ეს ტაძარი იმიტომ რომ ნახეთ რა წერია მეთქი და მოუყვანე რუსთაველიდან ადგილი სადაც ახლა ზუსტად არ მახსოვს წერია ესეთი რამ რომ ეს არისო გვალი თბილი ქვითო და მოკლედ ახლა აი ჩვენ ტაძარს შეესა დაგებოდა და ბურთისა საბურთალოსი ესე წერია არის ის გამართა რომელიც და ჩნდა მარგალიტი ბურთისა საბურთალოსა და აი მე ვხარი უწმინდეს აი ამ საბურთალოს ტაძარს და თქვენ მოხდით და აღოთე გაუხარდა და აი ეს ჩასო უჭერება ამ ალექსანდრეს პატრიარქს მე ხო მე პატრიარქი ხოდა წასული და ეს ცვერებესები ყურებია და გამოსებია და მე კიდე გახარებული უყურებდი მათ და ისა პატრიარქა მამა ალექსანდრე შემოგზავნე და შევიდა დაჭდა დამიძახა მე აღარ წავედი რო დავიჩოქეთ ველაპარაკება პატრიარქი გაღიმები და თქვენ წარმოიდგინეთ იმდენად ნერვიულობდი ეთყობა არ მესმოდა რას მეუბნებოდა და ერთადერთი იმას გეგულობდი რომ რაღაცას მეუბნებოდა ხო რაღაცა დიახ მეუბნებოდა ხო დიახ პოეზია რაღაცას ამბობ დიახ და ბოლოს ეთყობა მიხვდა რომ არ მესმოდა თუ რაღაცა გაეცნა დამადოხები დამლოცა და წაგზავნა პატრიარქი ბედნიერება რომ ამ ტაძარში პატრიარქი და ამ ისტორიას ჩვენ დავწერთ ამ ტაძარზე რა თქმა უნდა ამ ისტორიას ჩვენ ჩავწერთ და აი თამარი ხდებოდა და ყველა ხომის ხმარობდნენ რომ არ მომკვდარიყო თამარი და ეუბნება ძმანო ჩემო და შვიმნო თამარის უკანასკნელი სიტყვა და მოსულია მთელი საქართველო ხა მიხვდა რომ აი როგორც იქ სამათროპოში პატრიარქთან და მე
მე მივამ საჯულის საშინელისა თქვენ ყოველი მოწამე ხართ რამეთი მაგ უნდა სიყვარული თქვენი აი თითქოს პატრიარქი ლაპარაკობს არც მეცა წავალ მამათა ჩვენთა გზასა გევედრებით ყოველთა რათა მარადის კეთილთა შინა მახსენებელი იყვენი აჰა მკვიდრად სახლისა შემისა დაგიტოვებ რომელი მომცა ღმერთმა შვილი ჩემი გიორგი და რუსუდანი სამწუხაროდ შემარცმენელი აღმოჩნდნენ თუმცა ამაზე ეგენი მიიღეთ ჩემ წინ გესმით ჩემ წინო აი როგორც თამარი შვილები ხო შეიძლება და მარტა რა თქმა უნდა ამ სიყვარული შეხედვა ლაშაგიობის ეგენი მიიღეთ ჩემ წინ და მაგად აღმოგივსონ დანაკლულებ ჩემ გამიგეთ აი ხა ჩვენც ესეთ დღეში ვარ ყველა ელოდება მომავალი პატრიარქი თითქოს პატრიარქი გვეუბნება რომ ნუ ვინც იქნება მომავალი პატრიარქი ის მიიღეთ ჩემს მაგივრად და ჩემს დაკლებულებას რა ჩვენ დაგვაქვს პატრიარქი ის აღმოგივსებთო მე მაგას ესე იქნება ალბათ ახლა ილია მეორის ამას ვერავინ შეეძრება ცხადია მაგრამ რა თქმა უნდა პატრიარქი გჭირდება საქართველოს გჭირდება ქრისტე ღმერთო უკანასკნელი წინადადება თამარ მეფის შეშეგებე დღებს სამეფოსა ამას ჩემსა საქართველოსერსა ამას და შვილთა ამათ ჩემთა და მერმე სულსა ჩემსა თქვა თამარ მეფემ გარდაიცვალა და ზუსტად რაც ხდებოდა უწმიდეს დასაფლავებაზე ის ხდებოდა თამარ მეფის დასაფლავებაზე ჩემო თვითფასი აი მეორე კვირა ვერაფრით ვერ გადავალთ ალბათ შემდეგ კვირები ესე გაგრძელდება სხვა თემაზე რა თქმა უნდა ეს რელიგიური თემა იმდენად დიდი ამბავი მოხდა თბილისში და ჩვენ ნახეთ ხო სოფლიო მასშტაბით ესეთი რამე არსად არ მოხდა რა ჩემო თვითფასი აი ჩემპიონი ამბავი რა და თუმცა პატრიარქმა ძალიან გული დაგწყვიტა ჩვენ მისი გარდაცვალება, მისმა გარდაცვალება, მაგრამ ხალხო ვიღა იხსენიებს გარდაცვალებას, რაც მოხდა, რაც პატრიარქმა რაც დათესა, ის აი აქ მოვიდა და ნახეთ ჩვენ ეს შედეგი, ეს ესე იგი ის სიყვარულის ხე აყვავებული რაც პატრიარქმა დათესა, ესე იგი და გაიზარდა იმ 4 დღეში და დავინახეთ რას ამბობ ხალხო ჩვენ უდიდეს სიხარულში და არანაირი განცდა აღარ გვაქვს რაღაც ამწუხარების ან რამის იმიტომ რომ ჩვენ გყოლია სოფლიო მარტო საქართველოს ისტორიაში კი არა მე რომ ვთხარი რომ თქვენ ხართ ოქროს გვირგვინი ჩვენი ისტორიისა და სხვათა შორის ერთ რამეს ატრიალებენ ახლა ასევე საავადმყოფოში რო ვიყავეს ორას ჟურნალისტები რომ მოვიდნენ როგორა პატრიარქი მეოთხარი ძალიან კარგად აქ ბედნიერი პატრიარქი და ბედნიერი ქართველი ხალხი და ეხლა ამას ატრიალებენ ესეც ახდა რაც მე მოხდა ჩემო ძვირფასებო ჩვენ დიდ სიხარულში უდიდეს სიხარულში რომ ნახეთ რომ ეს იყო არა მართლა ოქროს გვირგვინი ჩვენი ისტორიისა ეს იყო აღმატებული პიროვნება მთელი ჩვენი ისტორიის ახლა ილია ჭავჭავაძეზე რო იტყვი გალაქტიკა ეხა სულიერებას არ ვაყოფ გამოჩენილობის კუთხი ერეკლე მეორის რო იტყვი რომ ის არაფერი არ იყო რა ჩვენ ეხლა ვნახეთ ხო წარმოიდგინეთ რა პიროვნება იყო ჩვენს გვერდით და რა პიროვნება ცხოვრობდა ჩვენს გვერდით უბრალოდ მის გვერდით ჩვენ ცხოვრობდით ესე იგი ნუ სასწაული და ეს უდიდესი ბედნიერება არა მარტო საქართველოს მასშტაბით როგორც ახლა წაგიკითხეთ სოფლიო მასშტაბით რა თქმა უნდა ჩვენი უწმიდესი ამეტარესი გლოცავს იქიდან და მას სულ იგი მას არ უყვარდა სტუმარი ეყოლებოდა თუ ვინმე ნაცავი თუ ვინმე ვისაც მიიღებდა არ უყვარდა რომ ადამიანი დისკომფორტში იყო და ყველაფერს აკეთებდა რომ კომფორტში ყოლოდა როგორც შეეძლო ადამიანები და რა თქმა უნდა იმ ქვეყნიდანაც ის ხარობს რომ ჩვენ ამხელა სიყვარული სიხარული დაგვიტოვა და ხარობს იმითაც რომ
ის გრძნობდა, მაგრამ თვალნათლივ ასე იქვეყნიდა ნახა ამ ქვეყანაში, როგორი პატივის ცესდა, როგორი თაყვანისცემა იყო და სიყვარული პატრიარქის. ჩვენთანაც.